1. შესავალი მუსიკა. ერთ-ერთი უდიდესი და მარადიული ხელოვნების დარგია. ის თან ახლავს ადამიანს უძველესი დროიდან დღემდე და მისი არსებობა ადამიანის ცხოვრებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. არსებობს მუსიკის უამრავი სახეობა, ძველი და თანამედროვე, სერიოზული და მსუბუქი, პროფესიული და სამოყვარულო. ამ მრავალფეროვნებაში ხშირად ჩნდება კითხვა: როგორ გავერკვეთ მუსიკაში? როგორ განვასხვაოთ ნამდვილი ხელოვნება ზედაპირული ხმაურისგან? სერიოზული მუსიკა ხშირად შეიძლება რთული ან გაუგებარი მოგოჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ის სიღრმითა და შინაარსით გამორჩეულია. მისი გაგება და შეგრძნება შესაძლებელია მაშინ, როდესაც უკეთ გავეცნობით მუსიკის ენას, ისტორიას და მის კანონებს. მუსიკის ძალაზე ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ფიქრობდნენ ფილოსოფოსები. ისინი ამბობდნენ, რომ მუსიკას შეუძლია ადამიანის სულზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს, გააღვიძოს სიყვარული, დაამშვიდოს გონება, ან ძლიერი ემოციები გამოიწვიოს. საუკუნეების განმავლობაში მუსიკა ვითარდებოდა და ყალიბდებოდა, სანამ იმ სახეს მიიღებდა, როგორცაც დღეს ვიცნობთ და ვუსმენთ. მეცხრე კლასის მუსიკის სახელმძღვანელო მრავალფეროვანია, როგორც სტრუქტურით, ასევე შინაარსით. მასში შერჩეულია მუსიკა საზოგადოებაში და ადამიანის ცხოვრებაში. მუსიკა ყოველთვის იყო და არის ადამიანის ცხოვრების ნაწილი. ის გვხვდება ყოველდღიურობაში, დღესასწაულებზე, მნიშვნელოვან მოვლენებსა და ისტორიულ მომენტებში. სახელმწიფო ჰიმნი გამოხატავს ქვეყნის იდენტობასა და ერთიანობას. ის აერთიანებს ხალხს და სიმბოლურად ასახავს ეროვნულ სულს. მუსიკა ხშირად ხდება საზოგადოების ემოციური პასუხი ისტორიულ მოვლენებზე. ომის, თავისუფლებისთვის ბრძოლის ან სირთულეების დროს, ბის დროს მუსიკა ადამიანებს ძალას და იმედს აძლევს. მუსიკა ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა ხელოვნების დარგებთან. კინო, თეატრი და ლიტერატურა ხშირად მუსიკის გარეშე ვერ გადმოსცემენ სრულ ემოციას. ფილმში მუსიკა ქმნის განწყობას, აძლიერებს სცენის შინაარსს და მაყურებელზე ღრმა გავლენას ახდენს. თეატრში კი მუსიკა ეხმარება მოქმედების განვითარებასა და პერსონაჟების ხასიათის წარმოჩენას. მუსიკა ადამიანის პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის თან ახლავს სიხარულს, სიყვარულს, სევდასა და მონატრებას. ზოგჯერ მუსიკა გვამშვიდებს, ზოგჯერ კი გვაძლევს ენერგიას და მოტივაციას. მუსიკის ცოდნა და გაგება ადამიანს ეხმარება საკუთარი გრძნობების გააზრებაში. ის ავითარებს ქართული ხალხური მუსიკა. ქართული ხალხური მუსიკა ჩვენი მუსიკა, ჩვენი კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ხალხური მუსიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ის გვხვდება შრომის დროს, დღესასწაულებზე, რიტუალებსა და ოჯახურ გარემოში. ქართულ ხალხურ მუსიკას გამოარჩევს მრავალხმიანობა. ერთდროულად რამდენიმე ხმის ჟღერადობა ქმნის მდიდარ და უნიკალურ ჰარმონიას. საქართველოში არსებობს ხალხური მუსიკის მრავალი კუთხური ტრადიცია. თითოეულ რეგიონს აქვს საკუთარი სტილი, მელოდია და შესრულების ხასიათი. ზოგი სიმღერა მშვიდი და ლირიკულია, ზოგი კი ენერგიული და რიტმული. ხშირად მუსიკა გამოხატავს ბუნებას, სიყვარულს, გვარულს, გმირობას ან შრომის სიხარულს. ხალხური მუსიკა კოლექტიურ შესრულებას ეფუძნება. სიმღერა გუნდში აერთიანებს ადამიანებს და ქმნის ერთიან განწყობას. ამ მუსიკაში ხშირად არ არის ცნობილი ავტორი. ნაწარმოებები იქმნებოდა ხალხის მიერ და ხალხისთვის. ქართული ხალხური სიმღერა ავითარებს სმენას, რიტმის შეგრძნებასა და მუსიკალურ მეხსიერებას. ის მოსწავლეებს ეხმარება საკუთარი კულტურის უკეთგაცნობაში. ხალხური მუსიკის შესწავლა ასევე მეცხრე კლასი. მუსიკა. ნაწილი პირველი. შესავალი და წიგნის მიზანი გახსნა. გამარჯობა. თქვენ უსმენთ მეცხრე კლასის მუსიკის სახელმძღვანელოს აუდიო ვერსიას. ეს აუდიო წიგნი შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ მუსიკის სამყაროს უკეთ გაგებაში, მის ისტორიაში, ჟანრებში, სტილებში და მნიშვნელობაში, ადამიანის ცხოვრებაში.
მოусმინეთ ყურადღებით, მშვიდ გარემოში და ეცადეთ მუსიკას არა მხოლოდ ყურით, არამედ გულითაც მოусმინოთ. შესავალი. მუსიკა როგორც ხელოვნება. მუსიკა უდიდესი და მარადიული ხელოვნებაა. ის ადამიანთან ერთად არსებობს უძველესი დროიდან დღემდე. ჩვენ ყოველდღიურად ვუსმენთ მუსიკას, ზოგჯერ ქუჩაში, ზოგჯერ ტელევიზორში, ზოგჯერ ტელეფონში და ზოგჯერ საკუთარ ფიქრებში. მუსიკა შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, სერიოზული და მსუბუქი, პროფესიული და სამოყვარულო, ძველი და თანამედროვე. მაგრამ ჩნდება კითხვა, როგორ გავერკვეთ ამ მრავალფეროვნებაში? როგორ განვასხვაოთ ნამდვილი მუსიკა ზედაპირულისგან? და რატომ არის მნიშვნელოვანი კლასიკური და სერიოზული მუსიკის მოსმენა? რატომ არის სერიოზული მუსიკა მნიშვნელოვანი? ხშირად სერიოზული მუსიკა თავიდან რთული და გაუგებარი გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში მის შიგნით იმალება ხმა. იმპროვიზაცია. მუსიკაში თავისუფლების გამოხატულებაა. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც მუსიკა იქმნება უშუალოდ შესრულებისას, წინასწარი გეგმის გარეშე. იმპროვიზაცია მოსწავლეს აძლევს საშუალებას გამოავლინოს საკუთარი ფანტაზია და სმენითი უნარები. აქ არ არსებობს შეცდომა, არსებობს ძიება, ექსპერიმენტი და თვითგამოხატვა. იმპროვიზაციის დროს შეიძლება შეიცვალოს მელოდია, რიტმი ან ტემბრი. ხმა და მუსიკა ხდება პიროვნული აზრის გადმოსაცემის საშუალება. სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი მუსიკალური მოქმედებაა. ადამიანის ხმა უნიკალურია და თითოეული შესრულება განსხვავებულ ხასიათს ატარებს. გუნდური სიმღერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ერთობლივი შესრულება ავითარებს მოსმენას, პასუხისმგებლობას და ერთმანეთთან შეთანხმების უნარს. სიმღერა შეიძლება შესრულდეს თანხლებით ან მის გარეშე. ორივე ფორმა ავითარებს სმენასა და ინტონაციის სიზუსტეს. მე-9 კლასში მოსწავლეები ეცნობიან ორხმიან და სამხმიან სიმღერებს. ეს გამოცდილება ხელს უწყობს ჰარმონიული სმენის განვითარებას. სიმღერა არ არის მხოლოდ ტექნიკური უნარი. ის ემოციური პროცესია, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ გრძნობებს მუსიკით გადმოსცემს. იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა. მუსიკა 9.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად. მუსიკა 9.3. მოსწავლეს შეუძლია კომპოზიციების შექმნა მუსიკალურ კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით. კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია, მუსიკა. მე-9, მე-5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება. მუსიკა. მე-9, მე-6. მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება. მუსიკალური ნავარმოების არმა კონტექსტი. მუსიკა 9.8. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი მხარეების დახასიათება. მუსიკა 9.9. მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში. მუსიკა 9.7. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი და სხვისი შემოქმედების განხილვა. მუსიკა მე-9, 4. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა. წლის ბოლოს მისაღწევის შედეგები და მათი ინდიკატორები, მიმართულება, პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მუსიკა მე-9, 1. მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ლეს სიმღერით და დაკვრით უხამებს სხვადასხვა მელოდიურ ხმებს, რიტმულ ფიგურებს, თანაკლასელის ნეუმური დამწერლობა. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში. ლ მსჯელობს საზოგადოების ცხოვრებაში მუსიკის როლის შესახებ კონკრეტული ნიმუშების მაგალითზე. ჰიმნის როლი და მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის. დ შოსტაკოვიჩის მე-7 სიმფონია ლენინგრადის ბლოკადის დროს. მარსელიეზა საფრანგეთის რევოლუციის დროს. შავლეგო ჩემო კარგო ქვეყანა 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის დროს. 6 პროგრამის შინაარსი იმპროვიზაციული სავარჯიშოები. ლ ტექსტის შეცვლა,
შერჩევა მელოდიისათვის. მუსიკის შერჩევა პოეტური ტექსტისათვის. ხმის შეწყობა. სიმღერა. LLLLLL. კანონის ტიპის მელოდიების შესრულება გუნდში. სიმღერა თანხლებით და მის გარეშე. ორხმიანი და სამხმიანი სიმღერების შესრულება გუნდში. რეპერტუარის შერჩევა. გამომსახველობითი ხერხების შერჩევა. ორხმიანიდი და სამხმიანი სიმღერები ქართული და მსოფლიო ხალხური და პროფესიული რეპერტუარიდან. მაგალითად, ასლანური მრავალჟამიერი, რაჭული. ნანილა, სვანური. შენ ხარ ვენახი. L. გულიელმი. La vie en rose. P. ლისტი. Christus ist geboren. და ასე შემდეგ. შ. მუსიკალურ კომპიუტერული პროგრამები. L. სიბელიუს. ფინალე. კუბეის. ლოჯიკ. L. დავალებების შესრულება. L. კომპოზიციის შექმნა. მუსიკალური ნაწარმოებები. L. ფრაგმენტების სხვადასხვა ეპოქის კომპოზიტორთა ცნობილი დასახული მიზნის შესაბამისად იყენებს კომპიუტერულ პროგრამებს. მუსიკის ჩაწერა, ფაქტურის, ტემბრის შერჩევა, აკორდული თანხლება. იყენებს თეორიულ ცოდნას. მუსიკის ამბანის, მუსიკალური ფორმის, ჰარმონიის საკითხები. კომპოზიციის შექმნის დროს. ქმნის მუსიკალურ კომპოზიციებს. მუსიკალურ კომპოზიციაში ასახავს მხატვრული ლიტერატურის, სახვითი და თეატრალური ხელოვნების ნიმუშებით გამოწვეულ შთაბეჭდილებებს. მუსიკა. მე-9. მე-4. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა. შედეგი თვალსაჩინოა. თუ მოსწავლე განსაზღვრავს პროექტის მიზანს, გეგმავს პროექტს და ანაწილებს ფუნქციებს. მოიძიებს თეორიულ მასალას, ქმნის რესურსს. მონაწილეობს კონცერტის, წარმოდგენის, ტელესლეში რადიოგადაცემის დადგმაში, ჟურნალის მომზადებაში. მონაწილეობს პროექტის წარდგენასა და შეფასებაში. მიმართულება, კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია. მუსიკა 9.5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება. შედეგი თვალსაჩინოა. თუ მოსწავლე საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე. ახასიათებს მუსიკალურ ნაწარმოებს ფორმის, ჟანრის, სტილის და მუსიკალურ გამომსახველობითი საშუალებით. შეფასების სისტემა და ფორმები. შეფასება სწავლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვიყენებთ ორი ტიპის შეფასებას: გამსაზღვრელსა და განმავითარებელს. გამსაზღვრელი შეფასება განსაზღვრავს მოსწავლეთა სწავლის დონეს, სასწავლო გეგმასა და სასწავლო მიზნებთან მიმართებაში. იგი შედეგებზეა ორიენტირებული და აუცილებლად ქულებით ფასდება. გამსაზღვრელი შეფასების დროს მასწავლებელი არ იძლევა განმარტებებს, რჩევებსა და რეკომენდაციებს შედეგების გასაუმჯობესებლად. ფასდება და ჯამდება სხვადასხვა აქტივობები: ტესტი, პრეზენტაცია, პროექტი, საკლასო სამუშაოები და სხვა. განმავითარებელი შეფასება გამოიყენება მოსწავლეთა განვითარების და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. სწავლის პროცესში ფასდება მოსწავლის ამა თუ იმ სფეროში სწავლა-სწავლების დონე, საშინაო დავალებების შესრულება, გაკვეთილზე ჩართულობა, პროექტის წარდგენა და სხვა. მასწავლებელი მოსწავლეს აფასებს ისე, რომ ეს მოსწავლის განვითარებასა და საკუთარი ცოდნის გაცნობიერებაში დაეხმაროს. ასეთი ურთიერთთანამშრომლობის ფორთანამშრომლობის ფორმა ქულებით არ ფასდება, რადგან იგი რჩევას, რეკომენდაციას, პრობლემების გადაჭრის გზებზე მითითებას გულისხმობს. განმავითარებელი შეფასებისთვის. მე-4. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა. შედეგი თვალსაჩინოა. თუ მოსწავლე L. მონაწილეობს პროექტის მიზნის განსაზღვრასა და დაგეგმვაში. L. მოიძიებს თეორიულ მასალას, ქმნის რესურსს. L. მონაწილეობს კონცერტის, წარმოდგენის, ტელესლეში რადიოგადაცემის დადგმაში, ჟურნალის მომზადებაში. L. მონაწილეობს პროექტის წარდგენასა და შეფასებაში. მიმართულება, კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია. მუსიკა. მე-9. 5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა. თუ მოსწავლე. ლ. საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე. ლ. განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს. ოპერა, ბალეტი, სიმფონია, ინსტრუმენტული კონცერტი. სტილს. კლასიკური, ხალხური, თანამედროვე. ლ. მოსმენის დროს ახასიათებს მუსიკის გამომსახველობით საშუალებებს. ლ. ახასიათებს შემსრულებელთა შემადგენლობას. ინსტრუმენტული. დიდი და კამერული ორკესტრი, კამერული ანსამბლი. ვოკალური. ვოკალურ-ინსტრუმენტული. დიდი და კამერული შემადგენლობა. ლ. საუბრის დროს იყენებს სახელოვნებო სლეში, ოვნებო სლეში მუსიკალურ ტერმინოლოგიას. ლ. ამოიცნობს მუსიკალურ ნაწარმოებებს მოსმენისას. მუსიკა. მერვა. 6. თვალისწინებს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების ამოქმედებას. ერთობლივ შემოქმედებით დებით პროცესებში მათ ჩართვას და მოცემულ საფეხურზე გათვალისწინებული ცოდნის მიცემას. საბაზო საფეხურზე მუსიკის გაკვეთილებზე ზეჩეძენილი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები მოზარდს საკუთარი თავის ძიებისა და თივით დამკვიდრების პროცესს უადვილებს. იგი საუკეთესო საშუალებაა მოზარდის განვითარებისა და ინტერესების სწორად წარსამართავად და მნიშვნელოვნად შეარბილებს იმ კრიტიკულ დამოკიდებულებას გარემოს მიმართ, რომელიც ნიშანდობლივია ამასაკისათვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელოვნების ნაწარმოების გაგების უნარი განსხვავებული აზრის და მსოფლო მხედველობის მიმართ შემწყნარებლობასაც გულისხმობს. საშუალო საფეხურზე მოსწავლეს საშუალება ეძლევა საკუთარი ინტერესების მიხედვით აირჩიოს ერთ-ერთი შეთავაზებული კურსი. და მუსიკის საგნის სწავლების ორგანიზება. მუსიკა, როგორც სავალდებულო საგანი, პირველიდან მე-9 კლასებში ისწავლება. მის სწავლებას პირველ მე-3 და მე-5, მე-7 კლასებში ეთმობა 2, ხოლო მე-4 კლასში 1 კლასში 1 აკადემიური საათი. მერვე მე-9 κλასებში მუსიკა თითო სემესტრის მანძილზე ისწავლება 3 საათის განმავლობაში. საგნობრივი პროგრამა მუსიკაში პირველი. ზოგადი ნაწილი. ა. შესავალი მუსიკა. მოსწავლის მხატვრულ-ესხატვრულ ესთეტიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებაა. იგი ამდიდრებს მის სულიერ სამყაროს, უყალიბებს საკუთარ დამოკიდებულებას სიკეთის, სილამაზის მიმართ. მუსიკა აზიარებს მოსწავლეს ზოგადასაკაცობრიო ღირებულებებს და ამავდროულად ხელს უწყობს ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას. მუსიკას ემოციურ ხასიათთან ერთად შემეცნებითი ფუნქციაც აქვს და მისი შესწავლა ხელს უწყობს არამარტო ასოციაციური, არამედ ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების განვითარებასაც. ამასთან, მუსიკა აჩვევს მოსწავლეს გუნდურ მუშაობას, წესრიგს, დისციპლინას. გარდა ამისა, როგორც საკუთარი დამწერლობის მქონე საკომუნიკაციო ენა, კომუნიკაციო ენა, მუსიკა მოსწავლეს უქმნის ნებისმიერ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფართო შესაძლებლობებს. ბ. მუსიკის სწავლების მიზნები და ამოცანები. მუსიკის სწავლების მიზანია მოსწავლის ჩამოყალიბება განათლებულ, გუნათლებულ, კულტურულ ადამიანად, მისთვის მუსიკის სფეროში შესაბამისი ცოდნის მიცემის გზით. მოსწავლის მხატვრულ-მუსიკალური აღზრდა, ხალხური და კლასიკური მუსიკის ნიმუშების გაცნობის გზით. მისი ჩაბმა შემოქმედებით საქმიანობაში და ამისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. პირველი. ზოგადი ნაწილი. ა. შესავალი მუსიკა. მოსწავლის მხატვრულ-ესთეტიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებაა. იგი ამდიდრებს მის სულიერ სამყაროს, უყალიბებს საკუთარ დამოკიდებულებას სიკეთის, სილამაზის მიმართ. მუსიკა აზიარებს მოსწავლეს ზოგადასაკაცობრიო ღირებულებებს და ამავდროულად ხელს უწყობს ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას. მუსიკას ემოციურ ხასიათთან ერთად შემეცნებითი ფუნქციაც აქვს და მისი შესწავლა ხელს უწყობს არამარტო ასოციაციური, არამედ ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების განვითარებასაც. ამასთან, მუსიკა აჩვევს მოსწავლეს გუნდურ მუშაობას, წესრიგს, დისციპლინას. გარდა ამისა, როგორც საკუთარი დამწერლობის მქონე საკომუნიკაციო ენა, კომუნიკაციო ენა, მუსიკა მოსწავლეს უქმნის ნებისმიერ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფართო შესაძლებლობებს. ბ.
მუსიკის სწავლების მიზნები და ამოცანები. მუსიკის სწავლების მიზანია ლ. მოსწავლის ჩამოყალიბება განათლებულ, კულტურულ ადამიანად, მისთვის მუსიკის სფეროს სფეროში შესაბამისი ცოდნის მიცემის გზით. ლ. მოსწავლის მხატვრულ მუსიკალური აღზრდა, ხალხური და კლასიკური მუსიკის ნიმუშების გაცნობის გზით. ლ. მისი ჩაბმა შემოქმედებით საქმიანობაში და ამისთვის აუცილებელი უნარჩვევების მასალის ფლობა. მეორე. კომუნიკაცია. მესამე. საორგანიზაციო საკითხები. მეოთხე. შემოქმედებითობა. პირველი. მასალის ფლობა, ცოდნა და უნარები. 0-დან 3-მდე. მოთხოვნის ადეკვატური მუსიკალური ნაწარმოების შერჩევა. ძირითადი თემატური მასალის, მთავარი და დამხმარე თემები, ამსახველი მუსიკალური ფრაგმენტების შერჩევა. მრავალფეროვანი ინფორმაციის წარდგენისას ნაწარმოებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის წარმოდგენა. კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა. მეორე. კომუნიკაცია. 0-დან 3-მდე. მუსიკალური ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების წარმოჩენა. მასალის აუდიტორიისთვის მისაწვდომის სახით წარდგენა და დაინტერესება. ინფორმაციის ნათლად გასაგებად გადმოცემა. კითხვებზე პასუხის გაცემისას დაზუსტება. მესამე. საორგანიზაციო საკითხები. 0-დან 1-მდე. ტექნიკური საკითხების მოგვარება. მეოთხე. შემოქმედებითობა. 0-დან 3-მდე. ნაწარმოებთან დაკავშირებული ინფორმაციიდან გადარჩევა და თანაკლასელებისთვის გაცნობა. გამოსვლისას მასალის, აუდიო, ვიზუალური, ვერბალური მონაცვლეობის დაგეგმვა. ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. შეფასებათა სისტემა და ფორმები. შეფასებიანოსა და ორკესტრისათვის ნომერი 1. ჯო კეიჯი, წყლის თამაში. ფ. სინატრა, ნეტს იორკ. ა. ბაროზო, ბრაზილ და ქუოთ. თ. ბეატლეს, ჩანს ბუკ მყლოვე და ქუოთ. ჟ. შტკნე, ფრაგმენტები მიუზიკლიდან. ფუნხ გილ და ქუოთ. შტინგ, შაპეოფ მოთხეარტ, მოტლეკ ჩრუე, ჰომეს წეეთ ჰომე და სხვა. ფასდება შემდეგი ცოდნა და უნარები. მუსიკალური ხელოვნების მასწავლი, ნიმუშების ცოდნა. მუსიკის ისტორიისა და თეორიის ზოგადი საკითხების ცოდნა. მუსიკალური დამწერლობის ცოდნა. მუსიკალური ტერმინოლოგიის ცოდნა. 10. მუსიკალურ კომპიუტერული პროგრამების ცის ცოდნა. შემოქმედებითობა. იმპროვიზაციულობა. მუსიკის მოსმენის ჩვევა. მუსიკალური სმენა. მუსიკალური მეხსიერება. რიტმის გრძნობა. წარდგენის, პრეზენტაციის უნარი. სოციალური უნარები. საკუთარი აზრის დასაბუთების უნარი. ტოლერანტობა. ცოდნა და უნარჩვევები ფასდება, შემცოდნა და უნარჩვევები ფასდება შემდეგი აქტივობებით. საშინაო დავალებები. მასალის მოძიება. რეფერატის მომზადება. რეცენზიის დაწერა. ტექსტის, ლიტერატურული და სანოტო დასწავლა. დავალების შესრულება მუსიკალურ კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით და აშენდეგი. საკლასო დავალებები. შემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა. სიმღერა, იმპროვიზაცია, მუსიკალურ